დღეს დიდ გმირზე მოგიყვებით, გილგამეშზე. წარმოიდგინეთ, დღევანდელი ერაყის ტერიტორია, ოღონდ 4000 წლის წინ. ცხოვრობენ იქ ფერმერები, მიწას ამუშავებენ, რაღაცა მოჰყავთ და მაგით ცხოვრობენ. ხო და უცებ ჩნდება გმირი, დიდი გმირი, გილგამეში. რატომაა გმირი? იმიტომ რომ მოდის და დროდადრო ძარცვავს ამ ხალხს. აუპატიურებს იქ ყველა ქალს, კლავს ყველა მამაკაცს, ვინც კი გაბედავს წინააღმდეგობა გაუწიოს. და არის უძლეველი ყაჩაღი. და ერთ მშვენიერ დღეს გილგამეში გადაწყვეტს, აქ ვრჩებიო, აღარ წავალ აქიდანო. ქალაქ ურუქში. აღარ გაგძარცვავთო, თქვენი ნებით მომიტანეთ ყველაფერიო, რაც მინდა. თუ არა და მოვალ და ჩემი ნებით ისევ იმას ვიზამ, რასაც აქამდე გიშვებოდითო. გილგამეში გახდა ხელმწიფე. დაარსა სახელმწიფო ურუკი, დააწესა გადასახადი, ცხადია საყოველთაო ინტერესებისთვის. ახლა გაუპატიურება და სიკვდილი ხომ არავის უნდოდა. გადასახადები ყველას ინტერესში იყო. და სხვა ვინმე ასეთ გმირმა ხელი რო არ შეუშალოს, გილგამეშმა ბრძანება გასცა ქალაქის ირგვლივ დიდი კედელი ამიშენეთო. მშენებლობამ უზარმაზარი რესურსები წაიღო. ახლა წარმოიდგინეთ 4000 წლის წინანდელი სოფლის მეურნეობა რა დღეში იყო, როგორ ეფექტური. დაიწყო ეკონომიური კრიზისი. რეცესია. და უბრალოდ ხალხმა დაიწყო შიმშილი. და გამწარებულმა ადამიანებმა მიმართეს ღმერთებს, სხვა რა უნდა ეკნათ კიდე. იქნებ თქვენ რამე გვიშველოთო. ღმერთებმა ინერვიულებთ ჩვენ აგერა ვართო. გვერდში სულ გედგებით. მოკლედ, ჩაატარეს იქ ზეციური რამშტაინი, მოილაპარაკეს და სანქციების პირველი პაკეტი გამოუშვეს. მერე სხვა პაკეტებიც მოყვა ამას, მაგრამ პირველი პაკეტი იყო ენკიდუს შექმნა. ენკიდუ ესეთი არსება იყო, ნახევრად ცხოველი, ნახევრად ადამიანი. ცხოვრობდა სადღაც ტყეში და ადამიანები რომ მოდიოდნენ სანადიროდ, იმას ცხოველები გაჰყავდა უსაფრთხოებაში. გამოდის რომ ურუკის მოსახლეობამ დაკარგა ნადირობის შესაძლებლობა. ეხლა ისმის კითხვა, როგორ უნდა დახმარებოდა ეს ისედაც დამშეულ ხალხს გილგამეშთან ბრძოლაში. ახლა გილგამეში ნამდვილად უკანასკნელი ადამიანი იქნებოდა იქ, ვინც შიმშილით მოკვდებოდა. ბაღანას უკანასკნელ ლუკმა პურს პირიდან წაართმევდა, მაგრამ თვითონ გადარჩებოდა, რასაც აქამდე სულ აკეთებდა. ეხლა შეიძლება ვინმე თქვას, ღმერთებმა ასე სცადეს ადამიანები წაექესებინათ აჯანყებისთვის. რაც მე არ მიმაჩნია მართებულად. ადამიანები მაცხრები რომ იყვნენ, მაშინ ვერ გაუმკლავდნენ გილგამეშს და ეხლა დამარცხებულები, გაძარცვულები, გაუპატიურები, დამონებულები რანაირად უნდა გაეციათ მისთვის წინააღმდეგობა. ადამიანებმაც იქ არ დაიჯერეს ეს ცხადია და
გააკეთეს ის ერთადერთი, რაც ჩათვალეს რეალისტურად, ასე ვთქვათ. მივიდნენ ტირანთან და ისევ და ისევ მას თხოვეს დახმარება. შენ მაინც გვიშველე რამეო. გილგამეშმა ცხადია გიშველითო. წავიდა ტყეში, ნახა ენკიდუ და დაეჭიდა. და აქ ჩნდება მეორე კითხვა. ღმერთებმა შექმნეს ენკიდუ გილგამეშის თანასწორი. ანუ ვერც ერთმა მოიგო და ვერც მეორემ. რატომ? ანუ რა პრობლემა იქნებოდა, რომ ენკიდუ ცოტა უფრო ძლიერი გაეკეთებინათ. დაამარცხებდა ის გილგამეშს და პრობლემა მოიხსნებოდა. მაგრამ არა. არც ამ კითხვაზე არის იმ წიგნში პასუხი. გილგამეშის ეპოსია ლაპარაკი. გილგამეშის ეპოსი ცოტა შორის პირველი წიგნია, რაც კაცობრიობამ დაწერა, რაც აქ ჩვენამდე ყველაზე ძველი წიგნი, რაც ჩვენამდე მოაღწია. კი, ბრძოლის მერე გილგამეში ბრუნდება უკან, ურუქში, იქ თავის ნაზირ ვეზირებთან მოილაპარაკებს და გადაწყვეტენ სხვა ტაქტიკას მიმართონ. La femme fatale უნდა გამოვიყენოთო. ბაზარში ნახეს ყველაზე ისეთი მრგვალ ფორმებიანი სიძვის დიაცი. დააბარეს ტყეში სახვალო, იქ რაღაც პოზაში დადგები. გახწერილია წიგნში რა პოზაა, როგორ უნდა დადგეს, რომ ყველაფერი საჭიროა გამოჩნდეს და დაელოდება რაც მოხდება. წავიდა ეს ქალი, მართლა ყველაფერი გააკეთა როგორც დაავალეს. და ჩემი აზრით ესაა ყველაზე მამაცი პიროვნება საერთოდ ამ წიგნში. როგორც ჩაფიქრებული იყო, ენკიდუმ დაინახა ქალი, ვერ გაუძლო ცდუნებას და ყველაფერი რომ დამთავრდა, მისი ცხოველური ნაწილიც დასრულდა ამით. რომ მორჩა ისა, ნახა, ბალანი გაცვივდა, იქ ცხოველები გაურბოდნენ უცებ, იქ შენიშნეს, რომ აღარა ჩვენიანიო, მიხვდნენ და ვეღარ გაჩერდა ტყეში. მოუწია ადამიანებთან მისვლა, ისევ ქალაქ ურუქში. ქალაქში მოსახლეობა ზარზე იმით დახვდა. ენკიდუ გახდა იქ გილგამეშის უახლოესი ძმაკაცი. ის ქალიც მერე ცოლად მოიყვანა და მოკლედ ამ მომენტიდან ურუკის მოსახლეობას ორი გმირი გაუჩნდა გამოსაკვები. გილგამეში და მისი ძმაკაცი ენკიდუ. ანუ როგორც ჩანს, რასაც არაკეთებს ეს ხალხი, ბოლოს მათთვის ყველაფერი სულ-სულად თავრდება. მერე წიგნში აღწერილია ბევრი თავგადასავალი. პირველი გმირობა, ბევრი საქმენი საგმიროვნი გილგამეშის და ენკიდუს. და პირველი ეს გმირობა არის ვიღაც ურჩხულის დამარცხება. ანუ იყო სავაჭრო გზა, რომელიც ამ ურჩხულმა დაბლოკა. ხალხს არ უშვებდა და ადამიანები ვერ ვაჭრობდნენ. გილგამეში და ენკიდუ მიდიან იქ, შეებრძოლებიან, დაამარცხებენ მას, როგორც საჭიროა, ცხადია, და გზაც გაიხსნება. და ურუქის მოსახლეობას უცებ შესაძლებლობა ექმნება, რომ რომელიღაც სხვა რეგიონთან ივაჭრონ. გარდა ამისა, ადრე თუ გვიან, ოდესღაც ის კედლის მშენებლობაც დასრულდა. და ნელ-ნელა ეკონომიური ზრდა იწყება ურუქში, რაც მოსახლეობას ცხადია მოსწონს. თან დროთა განმავლობაში ადამიანს როგორც ჩანს სტოკჰოლმის სინდრომიც ემართებათ. და ალბათ ეს არის მიზეზი იმისი, რომ დღეს ჩვენ გილგამეში გვევლინება როგორც დიდი გმირი და არა როგორც ყველაზე
სასტიკი ყაჩაღი, რომელმაც უბრალოდ ბრძოლაში ყველას წინააღმდეგ გაიმარჯვა. ანუ Battle Royale მოიგო, ასე ვთქვათ. და თან არა მარტო გილგამეში, არამედ მისი ყველა შთამომავლობა დღევანდელი სახელმწიფოს ჩათვლით. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ყველა დღესაც გილგამეშები გვმართავენ.